Well, Europe doesn't want to negotiate. ამ ეტაპზე ევროპას მოლაპარაკებები არ სურს. მათ არ სურთ კომპრომისი და მშვიდობა, რადგან მიიჩნევენ, რომ ომის გაგრძელებით უკრაინისთვის და საკუთარი თავისთვის უკეთეს შედეგს მიაღწევენ. გარდა ამისა, მათ სურთ ომის გაგრძელება, რადგან ეს რუსეთის დასუსტებას იწვევს. ამიტომ სერიოზული დიპლომატიური ძალისხმევა დღეს არ არსებობს. არადა ევროპა სწორედ ამით უნდა იყოს დაკავებული. Professor Roberts, thank you so much for being with us. პროფესორო რობერტს, დიდი მადლობა ჩვენთან ერთად ყოფნისთვის. ამ ფორუმში მონაწილეობისთვის და იმ იდეების გაზიარებისთვის, რომლებიც ეხება გლობალურ პროცესებს და იმ უმნიშვნელოვანეს ისტორიულ ეპოქას, რომელშიც ახლა ვცხოვრობთ. მსოფლიო წესრიგის ცვლილებას, მრავალპოლუსიანობის დაბადებას და ასე შემდეგ. მე მსურს გკითხოთ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ისტორიაზე. რამდენად მოახდინა ამ პერიოდის ისტორიამ გავლენა იმაზე, რაც დღეს ხდება. მიიჩნევა, რომ დღევანდელი მსოფლიო წესრიგი სწორედ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბდა. საინტერესოა ამ ისტორიული კავშირის დანახვა უკრაინის კონფლიქტთან, რუსეთსა და უკრაინას, ისევე როგორც რუსეთსა და დასავლეთს შორის არსებული დაპირისპირებასთან მიმართებით. Interesting to look at. Well, if you're talking about the Second World War, თუ მეორე მსოფლიო ომზე ვსაუბრობთ, მას რა თქმა უნდა უდიდესი გავლენა აქვს იმაზე, რაც დღეს ხდება. ამ ომის შედეგად უკრაინა ტერიტორიულად გაფართოვდა, რადგან საბჭოთა კავშირმა მას შეუერთა დასავლეთ უკრაინა, გალიცია, რომელიც მანამდე პოლონეთის ნაწილი იყო. ამასთანავე სტალინისა და საბჭოთა ხელისუფლების მიერ უკრაინას სხვა ტერიტორიებიც გადაეცა. მოგვიანებით კი 1954 წელს მოხდა ყირიმის ცნობილი გადაცემა უკრაინის შემადგენლობაში. ომის დროინდელი კიდევ ერთი რეალობა ისაა, რომ ნაცისტური ოკუპაციის პერიოდში უკრაინაში განსაკუთრებით ექსტრემისტულ ულტრანაციონალისტურ წრეებში ადგილი ჰქონდა ნაცისტებთან კოლაბორაციას. ომის დასრულების შემდეგ კი უკრაინელი ნაციონალისტების ბრძოლა საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ კიდევ წლების განმავლობაში გაგრძელდა. საბჭოთა ხელისუფლებას დასავლეთ უკრაინაში, ისევე როგორც პოლონეთსა და ბალტიისპირეთში, სერიოზული ანტიპარტიზანული კამპანიის წარმოება მოუხდა ამ წინააღმდეგობის შესახშობად. ბოლო წლებში კი ჩვენ დავინახეთ უკრაინაში ამ ულტრანაციონალისტური ტრადიციებისა და მილიტარისტული სულისკვეთების ერთგვარი გამოცოცხლება. თუმცა, თუ თანამედროვე ისტორიას შევხედავთ, რუსეთ-უკრაინის ურთიერთობებში ყველაზე გარდამტეხი მომენტი მაინც 1991 წელია. საბჭოთა კავშირის დაშლა. დამოუკიდებელი უკრაინის საზღვრები ზუსტად იმავე ჩარჩოებში განისაზღვრა, რაც მას საბჭოთა კავშირის დროს ჰქონდა. ეს ნიშნავდა, რომ უამრავი რუსულენოვანი მოქალაქე დამოუკიდებელი უკრაინის ნაწილი გახდა. თავისთავად ეს სირთულეს წარმოადგენდა, თუმცა მანამ სანამ უკრაინასა და რუსეთის ფედერაციას შორის მეგობრული ურთიერთობა ნარჩუნდებოდა, ეს ფუნდამენტურად პრობლემად არ ქცეულა. ამ მეგობრობის შენარჩუნების უმთავრესი პირობა კი ის იყო, რომ უკრაინა დამოუკიდებელ, ნეიტრალურ და მიუმხრობელ სახელმწიფოდ დარჩენილიყო. აცრთა სხვადასხვაობა და დაძაბულობა ადრეც არსებობდა, თუმცა ამ პრობლემების მოგვარება მეგობრული კეთილმეზობლობის ფორმატში ყოველთვის ხერხდებოდა. მეტიც 1997 წელს რუსეთმა და უკრაინამ მეგობრობის ხელშეკრულებაც კი გააფორმეს. ყველაფერი შეიცვალა მას შემდეგ, რაც უკრაინაში ეგრეთ წოდებული ნარინჯისფერი რევოლუცია მოხდა და ხელისუფლებაში უფრო რადიკალური ნაციონალისტური ძალები მოვიდნენ. მათი მიზანი იყო უკრაინის რუსეთისაგან სრული დისტანცირება და მისი დასავლეთთან ევროკავშირსა და ნატოსთან ინტეგრაცია. უკრაინამ დაიწყო აქტიური ნაბიჯების გადადგმა ამ მიმართულებით, რასაც მოყვა ნატოს 2008 წლის ცნობილი დეკლარაცია, სადაც ორგანიზაცია მიესალმა უკრაინასა და საქართველოს პერსპექტივას გახდნენ ალიანსის წევრები. სწორედ უკრაინის ნეიტრალური სტატუსის შეცვლამ და დასავლურ ვექტორზე გადასვლამ მიგვიყვანა დღევანდელ კრიზისამდე და საბოლოო ჯამში დამანგრეველ ომამდე. to the war in Ukraine. Since we're talking about the World War II, რადგან მეორე მსოფლიო ომს შევეხეთ, რუსული მხარის ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი უკრაინის წინააღმდეგ ისაა, რომ იქ ხელისუფლებასა და გავლენიან ჯგუფებში ნეონაცისტური ძალები დომინირებენ. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს და რამდენად იქცა ეს ომის რეალურ მიზეზად? it is the reason for the conflict. Well, I think it's certainly a reason for the ეს ნამდვილად იქცა კონფლიქტის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად.
მოსკოვში მართლაც არსებობდა მყარი აქმა, რომ ულტრანაციონალისტური და ნეონაცისტური ელემენტები უკრაინაში სულ უფრო გავლენიანი ხდებოდნენ. განსაკუთრებით სამხედრო სფეროში. 2022 წლის თებერვალში უშუალოდ ომის დაწყების წინ რუსეთის დაზვერვის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ უკრაინაში არსებობდა 50-მდე ტერიტორიული ბატალიონი, რომლებიც ნეონაცისტური იდეოლოგიის მქონე ჯგუფების მიერ კონტროლირდებოდა. შესაბამისად, რუსეთში არსებობდა შიში, რომ ეს მილიტარისტული და ექსტრემისტული ძალები საბოლოოდ შეეცდებოდნენ ყირიმისა და დონბასის სამხედრო გზით დაბრუნებას. დონბასი ხომ უკრაინას ყირიმის პარალელურად გამოეყო, თუმცა 2022 წლამდე მას ოფიციალურად არ გამოუცხადებია სეცესია და რუსეთის შემადგენლობაში არ შესულა. ამიტომ რუსული მხარისთვის ნეონაციზმის საფრთხე ძალიან რეალური და ავთენტური იყო. შესაძლოა ეს ახმა გადაჭარბებულიც იყო, თუმცა პრობლემა ნამდვილად არსებობდა. მეტიც, ომის პირობებში ეს ჯგუფები სამხედრო სტრუქტურებში კიდევ უფრო გაძლიერდნენ. დღეს სწორედ ეს რადიკალური ელემენტები წარმოადგენენ ერთ-ერთ უმთავრეს დაბრკოლებას ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმებისთვის, რადგან მათ რუსეთთან ყოველგვარი კომპრომისი გამორიცხული აქვთ. With Russia. Remembering World War II, what is თუ მეორე მსოფლიო ომის გაკვეთილებს გავიხსენებთ, დღეს საგანგაშოა ევროპული ელიტის რიტორიკა. როდესაც ზოგიერთი ქვეყანა აცხადებს, რომ ისინი ემზადებიან რუსეთთან ახალი ომისთვის 2029-2030 წლისთვის. და ამ მიზნით სამხედრო ხარჯების გაზრდაა საჭირო. როგორ ფიქრობთ, მეორე მსოფლიო ომის გაკვეთილები საერთოდ დავიწყებულია? already been forgotten? Well, I mean, yeah, I mean, there's certainly. ევროპაში განსაკუთრებით პოლიტიკურ და სამხედრო წრეებში მართლაც მყარდება აზრი, რომ უახლოეს მომავალში რუსეთთან ომი გარდაუვალია. ამას თან სდევს რეარმირების პროგრამები, სამხედრო ბიუჯეტების ზრდა და საზოგადოების მზადება პოტენციური კონფლიქტისათვის. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ რიტორიკულ დონეზე ეს ანტირუსული განწყობა ძალიან ძლიერია, პრაქტიკაში ყველაფერი სხვაგვარადაა. ბევრი მიიჩნევს, რომ ეს რიტორიკა მხოლოდ სამხედრო ბიუჯეტების გაზრდის მიზნით გამოიყენება, რაც რა თქმა უნდა გარკვეულწილად სიმართლეა და კერძო ინტერესებს ემსახურება. თუმცა ამავე დროს მათ ნამდვილად სწამთ რუსული საფრთხის რეალურობის. მათ სჯერათ, რომ პუტინის რეჟიმი ექსპანსიონისტურია და უკრაინის შემდეგ ბალტიისპირეთისა და პოლონეთის რიგი დადგება. ეს ძალიან საშიში და მცდარი რწმენაა, რადგან არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ რუსეთს მსგავსი ექსპანსიონისტური ამბიციები და მით უმეტეს შესაძლებლობები გააჩნია. რა თქმა უნდა, რუსეთიც ემზადება ომისთვის ევროპაში, მაგრამ ეს იმიტომ ხდება, რომ თავად ევროპელები აცხადებენ ომისთვის სამზადის. სხვა რას უნდა ველოდოთ, ეს არის ძალიან საშიში მანკიერი წრე. რეალურად არ არსებობს არანაირი ობიექტური მიზეზი, თუ რატომ არ შეიძლება რუსეთსა და მის მეზობლებს, პოლონეთს, ბალტიისპირეთს თუ საქართველოს შორის მშვიდობიანი ურთიერთობა არსებობდეს. უკრაინაში ახლა ომია და ეს განსაკუთრებული სიტუაციაა. თუმცა პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში ეს ომით შეიძლება მალე დასრულდეს. დიახ, ეს იქნება რუსეთის გამარჯვება და უკრაინის დამარცხება, მაგრამ უკრაინა მაინც შეინარჩუნებს დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს. მას მოუწევს კომპრომისებზე წასვლა, ნეიტრალიტეტის გამოცხადება და გარკვეული ფასის გადახდა, თუმცა ის იარსებებს როგორც თავისუფალი სახელმწიფო. პრობლემა ისაა, რომ თუ ომი მალე არ დასრულდება, თავად უკრაინის სახელმწიფოს მომავალი დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ. რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ომი, მით უფრო მძიმე იქნება უკრაინის დამარცხება და მით უფრო გაიზრდება ქვეყნის სრული კოლაფსისა და საზოგადოების დეზინტეგრაციის რისკი. Blows of war. On the other hand, by the way, მეორე მხრივ ამ აგრესიული მილიტარისტული რიტორიკის პარალელურად დასავლეთში ხანდახან გვესმის მოწოდებები მოლაპარაკებების გამართვისა და ისეთი პიროვნების ძიების შესახებ, რომელიც ევროპას რუსეთთან დიალოგში წარმოადგენდა. რას ეფუძნება ეს ორგვარი მიდგომა? is based on. Well, Europe doesn't want to negotiate at the moment. ამ ეტაპზე ევროპას მოლაპარაკებები არ სურს. მათ არ სურთ კომპრომისი და მშვიდობა, რადგან მიიჩნევენ, რომ ომის გაგრძელებით უკრაინისთვის და საკუთარი თავისთვის უკეთეს შედეგს მიაღწევენ. გარდა ამისა, მათ სურთ ომის გაგრძელება, რადგან ეს რუსეთის დასუსტებას იწვევს. ამიტომ სერიოზული დიპლომატიური ძალისხმევა დღეს არ არსებობს. არადა ევროპა სწორედ ამით უნდა იყოს დაკავებული. ის უნდა
ელაპარაკებოდეს რუსეთს. უნდა ეძებდეს წარმომადგენელს სერიოზული მოლაპარაკებებისათვის, რათა თავისი წვლილი შეიტანოს მშვიდობის დამყარებაში. დღეს კი ევროპას მხოლოდ ომის გაგრძელებაში შეაქვს წვლილი. ევროპული ფინანსური, პოლიტიკური და სამხედრო მხარდაჭერის გარეშე ეს ომი დიდი ხნის დასრულებული იქნებოდა და უკრაინას მოუწევდა შეთანხმების მიღწევა. სწორედ ევროპული ჩარევა და ეს პროქსი ომია იმის მიზეზი, რომ კონფლიქტი კვლავ გრძელდება. With Russia that keeps this war going. What do you think in a historical ბევრი ამბობს, რომ ისტორია ხშირად მეორდება. ვარ თუ არა დღეს მსოფლიო წესრიგის გარდამავალ ისტორიულ ეტაპზე. იზიარებთ ამ შეფასებას. what is happening now? Obviously, there's been some very დიახ, აბსოლუტურად. მსოფლიო წესრიგის ხასიათში ძალიან სერიოზული ცვლილებები მიმდინარეობს. თუ ამ წესრიგს გავლენისა და ლიდერობის ჭრილში შევაფასებთ, ჩვენ ვიმყოფებით გარდამავალ ეტაპზე ახალი მრავალპოლუსიანი სამყაროსკენ და ეს გარდაუვალია. უკან დასავლური დომინაციისა და ამერიკული ჰეგემონიისკენ მიმავალი გზა აღარ არსებობს. ერთადერთი კითხვა, როგორი იქნება ეს მრავალპოლუსიანობა, რომელი სახელმწიფოები იქნებიან ძალის ცენტრები და იქნება ეს სტაბილური თუ არასტაბილური სისტემა. ეს არის მომავლის მთავარი კითხვა. ამ ფორუმზე ჩემი გამოსვლისას მე ხაზი გავუსვი საერთაშორისო სამართლის გაძლიერების სტრატეგიულ მნიშვნელობას. მრავალპოლუსიანობის პირობებში საერთაშორისო სამართალი სახელმწიფოთა შორის ურთიერთობების მთავარი საყრდენი და გარანტია უნდა გახდეს. სწორედ საერთაშორისო სამართალს შეუძლია ამ ახალი სისტემის შეკავშირება, მისი სტაბილიზაცია და ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ყველა სახელმწიფო მიუხედავად მისი ზომისა მიიღებს უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის გარანტიებს. მიმაჩნია, რომ საქართველოს მსგავს მცირე ქვეყნებს ძალიან მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლიათ საერთაშორისო სამართალზე დაფუძნებული ახალი წესრიგის მშენებლობაში. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სწორედ მცირე სახელმწიფოები იყვნენ სუვერენიტეტისა და საერთაშორისო სამართლის მთავარი დამცველები და დღესაც ასია. საქართველოს უკვე 30 წელია დამოუკიდებელია და ის ბუნებრივად უნდა იყოს ამ საერთაშორისო სამართლის განმტკიცების მომხრეთა ბანაკში. international law. We mentioned that this is kind და მაინც მინდა გკითხოთ, ჩვენ აღვნიშნეთ, რომ აქამდე არსებული მსოფლიო წესრიგი მეორე მსოფლიო ომის, იმ უდიდესი კატასტროფისა და დაპირისპირების შედეგი იყო. ხოლო შემდეგ ერთპოლუსიანობაზე გადასვლა მოხდა. result of Well, now the current world is not okay. No, it's not really. სინამდვილეში ჩვენ დღევანდელი რეალობა არა იმდენად მეორე მსოფლიო ომის, არამედ ცივი ომის შედეგია. მეორე მსოფლიო ომის დასრულებისას გაცვლა სწორედ მრავალპოლუსიანობაზე კეთდებოდა, სადაც სათავეში ბრიტანეთი, ამერიკა და საბჭოთა კავშირი უნდა ყოფილიყვნენ. მათ ერთობლივად უნდა ეზრუნათ მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებაზე. ეს უნდა ყოფილიყო გამარჯვებული დიდი სახელმწიფოების კოლექტიური ჰეგემონია, რომლებმაც ჰიტლერი და ნაციზმი დაამარცხეს. ნაცისტებს ხომ საერთაშორისო სამართლისა და სუვერენული სახელმწიფოების სისტემის განადგურება და საკუთარი იმპერიალიზმის დამყარება სურდათ. თუმცა რა მოხდა შემდეგ? დაიწყო ცივი ომი, რომელმაც დაანგრია დიდი სახელმწიფოების ერთობა და გვერდზე გადადო მრავალპოლუსიანი მსოფლიოს წესრიგის პროექტი. ცივი ომის დასრულების შემდეგ კვლავ გაჩნდა შესაძლებლობა აღმდგარიყო დიდი სახელმწიფოების კოლექტიური მართვის იდეა. უკვე ახალი მოთამაშეების ჩართულობით. თუმცა ეს არ მოხდა. ეს არ მოხდა იმიტომ, რომ დასავლეთმა ეგრეთ წოდებული ერთპოლუსიანობის მომენტში სცადა საკუთარი სრული დომინაციის დამყარება მთელს საერთაშორისო სისტემაზე და რუსეთი ახალი წესრიგის მშენებლობის პროცესს სრულად ჩამოაშორა. რუსეთი მაშინ სუსტი იყო და ბევრი არაფრის გაკეთება შეეძლო, თუმცა სიტუაცია შეიცვალა. რუსეთი გაძლიერდა, ჩინეთი კი უზომოდ მძლავრი სახელმწიფო გახდა. ამასთანავე ერაყისა და ავღანეთის ომებმა მკაფიოდ აჩვენა დასავლური და ამერიკული ძალაუფლების შეზღუდულობა. ასე რომ ისტორიულად ჩვენ ორჯერ განვიცადეთ მარცხი. პირველად, როდესაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ვერ შევინარჩუნეთ სტაბილური წესრიგი და მივიღეთ ცივი ომი. და მეორედ, როდესაც ცივი ომის შემდეგ ვერ შევქმნით ყველა დიდი სახელმწიფოს ინტერესების გათვალისწინებაზე დაფუძნებული სტაბილური გარემო. Including all of the great world's great powers. and I mean I would like to ask you about the დღეს ჩვენ ვხედავთ ორ დიდ ძალას, რუსეთსა და ჩინეთს, რომლებიც ამერიკის ერთპოლუსიან დომინაციას უპირისპირდებიან. წარსულში ასეთი დაპირისპირება ყოველთვის დიდ კატასტროფამდე, მაგალითად მსოფლიო ომებამდე მიდიოდა.
შეგვიძლია თუ არა დღეს ამ კატასტროფის თავიდან აცილება? What could be said about that? Yeah, okay, look, Russia and China are challenging. შეხედეთ რუსეთი და ჩინეთი მართლაც უპირისპირდებიან დასავლურ გლობალურ ჰეგემონიას. თუმცა ისინი ამას აკეთებენ იმ მიზნით, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ახალი მრავალპოლუსიანი წესრიგის პარტნიორი გახდეს და არა მისი განადგურების ფასად. მათ სურთ ამერიკასთან თანამშრომლობა. თუ შესაძლებელია რუსეთისა და ჩინეთის კოლაბორაცია, რატომაა შეუძლებელი ამ სამმა ძალამ ერთად ითანამშრომლოს? ეს აბსოლუტურად შესაძლებელია. გარდა ამისა, არსებობს ერთი ფუნდამენტური ეგზისტენციალური ბარიერი, რომელიც მესამე მსოფლიო ომის დაწყებას გამორიცხავს. ეს ბირთვული იარაღია. რუსეთს, ჩინეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვთ ძალა, რომ მთელი მსოფლიო მრავალჯერ გაანადგურონ. შესაბამისად, მათ აქვთ უდიდესი თვითგადარჩენის ინტერესი, რომ ერთმანეთთან სტაბილური ურთიერთობა დაამყარონ. მრავალპოლუსიანობა სუვერენულ თანასწორობას ეფუძნება, თუმცა სისტემის სტაბილურობისათვის ყოველთვის საჭიროა დიდი სახელმწიფოების თანამშრომლობა. მათ უნდა აიღონ პასუხისმგებლობა მშვიდობის შენარჩუნებასა და პრობლემების ერთობლივად მოგვარებაზე. Relationships between themselves. And finally, my last და ჩემი ბოლო კითხვა სწორედ საქართველოს, ჩემს ქვეყანას ეხება. ზოგი ჩვენს მდებარეობას დიდ სახელმწიფოებს შორის მოქცეულს უწოდებს, ზოგი საზღვარზე მყოფს. მე მაშფოთებს ბირთვული ფაქტორი. როგორც თქვენ აღნიშნეთ, დიდი სახელმწიფოები ერთმანეთს პირდაპირ არ დაუპირისპირდებიან, თუმცა ეს ზრდის მათ შორის პროქსი ომების რისკს, სადაც მცირე ქვეყნები ხშირად მსხვერპლად იწირებიან. რა არის ჩვენთვის გამოსავალი? What is the solution for us in your Well, I mean, yeah, that's დიახ, ეს არის სწორედ უკრაინის ომის ყველაზე საშიში მხარე. ეს არის კონვენციური პროქსი ომი. თუმცა მასში დევს პირდაპირ კონფლიქტსა და ბირთვულ დაპირისპირებაში გადაზრდის უდიდესი საფრთხე. ბირთვული ომი კი ყველას შეეხება, მათ შორის საქართველოსაც. სწორედ ამიტომ საქართველოს, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანას, აქვს სასიცოცხლო ინტერესი მშვიდობის დამყარებაში. მან უნდა გააკეთოს ყველაფერი, როგორც დამოუკიდებლად, ისე სხვა ქვეყნებთან ერთად, რათა ხელი შეუწყოს უკრაინაში მშვიდობის მიღწევას, რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების სტაბილიზაციას და შეაჩეროს ეს გიჟური მილიტარისტული მარში. დიახ, საქართველოს თავისთავად მცირე მოთამაშეა, თუმცა მცირე და საშუალო სახელმწიფოების ფართო კოალიციის ფარგლებში მას შეუძლია უზარმაზარი გავლენის მოხდენა. რადგანაც ვხედავთ, ამჟამად საქართველოს საგარეო პოლიტიკა ძირითადად ორიენტირებულია ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანხვედრაზე, ანუ დასავლურ ვექტორზე. მე ეს მესმის. ეს არის ურთიერთობების დაბალანსების მცდელობა. თუმცა, ჩემი აზრით, მე არ ვასწავლი ქართველებს რა გააკეთონ, მაგრამ მათ ასევე უნდა წარმოაჩინონ საკუთარი დამოუკიდებელი როლი, როგორც მშვიდობის მომხრე, ნეიტრალურმა და მიუმხრობელმა სახელმწიფომ. neutral, non-aligned state. Yeah, in favor of peace. Yeah, Professor Roberts, thank you so much for your time, for your insights.